და რა სიტყვით, რა სქემა მუშაობს, ესე ვთქვათ, ხელისუფლებასა და სათამაშო ბიზნესს შორის? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობა თემი დაინტერესებისთვის. ჩვენი ორგანიზაციის მიზანი იყო გამოგვეყვლია კავშირები და მიზეზშედეგობრივი ჯაჭვი, ასე ვთქვათ, რატომ წირავენ ადამიანები სათამაშო ბიზნესიდან ქართულ ოცნებას ასეთ დიდ ძალ თანხას და ზოგადად თქვენი კითხვის არ იყოს, რა სისტემა მუშაობს. ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაცია ეხება 2023 წლის ივნისიდან 2026 წლის ივნისამდე არსებულ ვითარებას, ანუ ამ პერიოდში გაცემულ სათამაშო ლიცენზიებს და აღმოჩნდა, რომ ლიცენზიანტებიდან 29 პირი არის ნამდვილად ქართული ოცნების შემწირველი და მათი მიერ გაღებული პარტიის სასარგებლოდ გაღებული თანხა 1,5 მილიონ ლარი არის. ხვდები ძალიან მსხვილ მოთამაშეებს, ისეთი როგორიც არის მაგალითად ევროპა-ბეთის ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები, მეწილეები და მათ ყველაზე მეტი აქვთ გაღებული ქართული ოცნების სასარგებლოდ საუბარია 740,000 ლარზე და შემწირველებს შორის არის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი ფიგურანტი ლაშა კვაჭაძე, რომელიც ევროპა-ბეთის 2.5% ფლობელი იყო. თქვენ იცით, რომ თქვენმა კოლეგებმა სტუდია მონიტორიდან ლაშა კვაჭაძე სხვა პირებთან ერთად თაღლითური ონლაინ კაზინოების თემაშიც ამხილეს. ასევე კვლევაში გამოიკვეთა ორბიტალის შეზღუდული საზოგადოების საზოგადოება ორბიტალის მეწილეების მსხვილი გაღებული თანხაც საუბარია 450,000 ლარზე და ცხადია ეს პირები უკავშირდებიან ევროპა-ბეტსაც. ერთ-ერთი დიდი მიმართულება არის საქართველოს პარლამენტის წევრის ისკო დასენის ოჯახის წევრების მონაწილეობა ამ სქემაში. ჩვენი კვლევის მიხედვით მისი შვილები ტიტალ და კნიას დასენები წირავენ ქართულ ოცნებას 140,000 ლარამდე თანხას და იღებენ მსხვილ სალიცენზიო დოკუმენტებს, ნებართვებს, მათ აქვთ სათამაშო ბიზნესი სხვადასხვა ადგილი თბილისსა და რუსთავში და ასევე ხდება ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული შეწირულობაც. ეს არის ალექსანდრე ივანიშვილის ცოლის ძმა თამაზ ხარაიძე, რომელიც ასევე ფლობს სათამაშო ლიცენზიას ქვეყნის მასშტაბით. ბათუმის საკრებულოს წევრი, ასევე ერთ-ერთი კაზინოს ყოფილი მფლობელი გიორგი ლომთათიძეც ფიგურირებს. საბოლოო ჯამში რისი თქმა შეგვიძლია, ეს არის გარკვეული ჩაკეტილი წრე, სადაც ადამიანები ხვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი პარტიასთან ლოიალურები არიან, მართლ პარტიაზე მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, და მეორე ეს შეწირულობა მათ პრაქტიკულად უზრუნველყოფს პოლიტიკური ხელშეუხებლობით, ასევე ლიცენზიების გაგრძელებით, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ 2026 წლის ივნისის შემდგომი პერიოდითაც როცა დავინტერესდებით, ჩვენ პრაქტიკულად ერთსა და იმავე ფიგურანტებს ვნახავთ. ანუ ქართული ოცნება იღებს შემოწირულობას პრაქტიკულად ყველა წყაროდან, იმისთვის რომ ჩაატაროს საკუთარი საარჩევნო თუ დეზინფორმაციული კამპანია თუ ასე შემდეგ, ბიზნესი არის მასთან სრულად ჰარმონიაში და ის იღებს ბიზნესი ძალიან ბევრ ბენეფიტს აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ პრობლემას არ უქმნია. ზოგადად იცით, რამდენი კითხვის ნიშანია ზოგადად სათამაშო ბიზნესის არსებობასთან დაკავშირებით კითხვის ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და ვხედავთ, რომ ქალაქი, სადაც ახლა ვიმყოფები და ვცხოვრობ ბოლო 15 წელია, ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრია სწორედ სამორინეებიდან გამომდინარე, ხო? აქ შემთხვევითი ადამიანი, შემთხვევითი ბიზნესმენი ვერ მოხდება და ვერ დაიწყებს ოპერირებას, იმიტომ რომ მას სჭირდება მყარი გარანტიები ლოიალობის პარტიასთან და მყარი გარანტიები იმისა, რომ მისგან მიიღებენ შესაბამის თანხას პარტიის ანგარიშზე. ეს არის მოკლედ, ასე ვთქვათ, ჩვენი კვლევის შედეგები. კი ბატონო, კონკრეტულად რა პერიოდებს მოიცავს? მოდით მალხაზ ამასაც შევეხოთ, აი თქვენი კვლევიდან გამომდინარე და თუ შეგიძლიათ გითხრათ ასევე ვისაუბროთ იმ თანხებზე, რაზეც არის საუბარი მათ შორის თქვენ კვლევაში. კი ბატონო, როგორც გითხარით, ეს საკვლევი პერიოდი არის ბოლო 3 წელი, 2023 წლის ივნისიდან 2026 წლის ივნისამდე, სამწუხაროდ საჯარო გამოყენებისთვის, საჯარო მოხმარებისთვის არ არსებობს ინფორმაცია, არ არის გამოქვეყნებული იმაზე თუ რა კომპანიები ფლობდნენ სათამაშო ლიცენზიებს მანამდე 2023 წლის ივნისამდე და ამიტომ ჩვენი კვლევის ასე ვთქვათ თემატიკა შეზღუდულია სწორედ ამ
მოცემულობიდან გამომდინარე, მანამდე თქვენ შეიძლება გახსოვდეთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წლების განმავლობაში იკვლევდა სათამაშო ბიზნესის ბაზარს და გვაქვს რამდენიმე სქელტანიანი ანგარიშიც მომზადებული ამისთვის, თუმცა მას მერე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. გავიდნენ ძველი აქტორები, შემოვიდნენ ახლები. რა თქმა უნდა, ამ ახლებს გაცილებით მჭიდრო ურთიერთობა აქვს მმართველ პარტიასთან. თანხებს რაც შეეხება, როგორც გითხარით, ყველაზე მსხვილი შემომწირველები არიან ევროპაბეთთან დაკავშირებული პირები, ეს არის 740,000 ლარი, ორბიტალთან დაკავშირებულმა პირებმა 455,000 ლარი შესწირეს მმართველ პარტიას, ისკო დასენის შვილებმა 136,000 ლარი, საუბარია ასევე 20,000 ლარიან შემოწირულობაზე თამაზ ხარაიძესთან დაკავშირებით. თამაზ ხარაიძე თავისუფლად უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ოჯახს და ბოლოს როგორც გითხარით, ერთ-ერთი კომპანია იყო ასეთი ჯეობაგრატიონი, რომლის ერთ-ერთი მეწილე იყო ბათუმის ამჟამინდელი საკრებულოს წევრი გიორგი ლომთათიძეს და მას აქვს 5,000 ლარიანი შეწირულობა ქართული ოცნების სასარგებლოდ. ეს არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მსხვილი შემოწირულობა და იმ პირთა სია, რომლებიც ერთი მხრივ უკავშირდებიან ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს, ამ თვითონ წარმოადგენენ ქართულ ოცნებას, როგორც ლომთათიძის შემთხვევაში, ისკო დასენის შემთხვევაში და ხარაიძის შემთხვევაში გვაქვს. დანარჩენები ეს ყველაზე მსხვილი, ასე ვთქვათ, ოპერატორები სათამაშო ბიზნესისა, რომლებიც წარმოადგენდნენ კომპანია ორბიტალს და ევროპაბეთს, მათი შეწირულობა არის ყველაზე მსხვილი წვლილი, ყველაზე მსხვილი, ასე ვთქვათ, კონტრიბუცია ქართული ოცნების ანგარიშზე, ეს 750,000 ლარამდეა საუბარი. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მალხას. მალხას ჭკადუა საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში. ჩვენ კი ვაგრძელებთ ახლა ჩვენს